საქართველოს ეკლესია არის ფარველი ყოველივე ქართველისა და ყოველივე იმ უმშვენიერესი ოჯახისა. ეხლა შევიდეთ ამ უმშვენიერეს ტაძარში, რომელიც ისტორიას ანახავს. აქ თითეული ჩვენი აქ მოსვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი. აი ესეთი უმშვენიერესი და უძვირფასესი ტაძრის ნაგებობა ქმნის ერთ-ერთ უფლის სახლს, რომელშიდაც ყოველთვის იყო წირვა-ლოცვა. ჩვენი მეფენი, ჩვენი წინაპრები ესე იდგნენ და ლოცულობდნენ ჩვენი თითეული ქართველისა და ქართველი ოჯახებისათვის. დღეს ძალზედ რთული სიტუაციაა საქართველოში იმ მხრივ, რომ მე როდესაც ჩემს სოფელში სტიქაროსანი ვიყავი, ძალზედ ურთულესი სიტუაცია იქნებოდა მაშინ, როდესაც წირვის ზარების დარეკვის შემდეგ მე ტოვებდი იმ საქმეს, რა საქმეზედაც მე კიდე ხელი გავიდეთ გარეთ. ეს არ იყო შექმნილი მხოლოდ იმისგან, რომ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა პრობლემა ქრისტიანობისა და წირვაზე დასწრების წინააღმდეგ, მაგრამ ეს იყო წლების წინ იმ წყობის მიერ შექმნილი უარყოფითი წარმომართნი, რომელიც გადმოვიდა იმ ჩვენი მამებისა და პაპების ცხოვრებასა და ფსიქიკაში. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენი ქართველები ისე იზრდებიან, რომ ეს სიტუაცია აღარ შეექმნას არც ერთ ჩვენ შვილს და შვილმომავალს. სულ ცოტა ქართველმა თუ იცის დღეს სად მდებარეობს ეს ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული. იგი მდებარეობს ყვირილის ხეობაში. დაბლა შემოხვდებათ აი ესეთი ბონდი, რომელიც დაგაკავშირებთ აი ამ ტაძართან. აქ ცოტა ფიცრები არის შელამძღული და აქ მოსული სტუმართო ძალიან ფრთხილად იყოს და შვიდობით განაგზოს ცხოვრება ჩვენს დალოცულ მიწა-წყალზე. აი ეს არის ჩვენი შავი ყვირილა, რომელიც ემსახურება მანგანუმის დარეცვას. წლების მანძილზე ხდება ესე და ხდებოდა. ასევე მოხვედრა შეგიძლიათ ნავარძეთის ზედა ფერდობიდან, ნავარძეთის სასაფლაოდან, ტაძრიდან, სადაც ქვემოთ შეხვდებათ კიდევ ერთი ტაძარი და სულ ქვედა ხეობაში კი ჩამოხვალთ აი ამ კონკრეტულ ადგილს. ეხლა გამოვედით, აქ ქვემოთ სოფელი გვაქვს, აქ კი ჭიათურა და წავედით ჭიათურაში. შენგან შორს წასულს მონატყე გამკლავს და თითქოს მიჭირს სუნთქვა. სხვა ქალაქებს ხომ სულაც არ გავხარ, შენ ჩემო ჭიათურა. მე გაჩვენებთ ეხლა ჭიათურაში არსებულ ჩანჩქერს. აქ რამოდენიმეა, რომლის აი გავცდით. მის სანახავად არ გჭირდება წახვიდე სხვა მხარეს. აი ჩვენი
ყვირილაში არ გადავარდეთ. აქ ჩვენი ყვირილა, აქ კი არც თუ ისე დიდი, მაგრამ სასიამოვნოდ სანახავი ჩანჩქერი. აი ჩვენ ჯიგრებს კამიც კი მოუწყიათ აქ. გვერდები არის გაყინული. აი ზემოთ თუ გამღვალია ყველაფერი და დუხს მიწა ჭიათურის ამ ხარეს არის ყოველთვის სიცივე. თუ ზაფხულზე ქსურთ გაგრილება, სწორედ ამ ადგილზე უნდა წამოხვიდეთ. Must have been love, but it's over now. When they whisper on my pillow, ეხლა leave the winter არ გათიშოთ ვიდეო, გაჩვენებთ მეორე ჩანჩქერს, რომელს ჩვენი ბაბუ ამზადებს შეშას თავის შვილიშვილებისთვის ალბათ. შვილიშვილებიც რომ არ ყავდეს სახლში, ძალზედ კარგია ესე გამოსვლა ბუნებაში და ფუსფუსი. ბაბუაჩემი 86 წლის კაციც ესე ფუსფუსობს სულ და ესე შრომობს. დაუძახოთ? არ დაუძახოთ. რადგან იგი თავის შვიდ ცხოვრებას აგრძელებს თავის ამ ლამაზ ხეობაში. ჩაკეტილია კარები. აი გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია, მაგრამ აი მცირედი შესასვლელი. მაინც უნდა შევიდეთ, რადგან ნახოთ ეს კლდეზე ჩამონაღვენთი წყალი როგორ ეცემა ქართულ მიწას. ყველგან გადაჩუჩული, ყველგან მირიალებულია ჩვენი ჭიათურა სამწუხაროდ, მაგრამ ქართველის და ჭიათურელის გული ამ ყოველივის მიუხედავად ასე მგონია, კი ამგონია ფლი უფრო საპირისპიროდ იქცევა. აი ჩვენი კამერა დავაყენოთ. აქ გვაქვს ერთი მხარე, სადაც წყალი სამწუხაროდ აღარ არის, ალბათ დევია ზემოთ სვავს, აქ კი ჩანჩქერი ხილები, მაგრამ ჭიათურასთან შეფარდები გავზედ საუკეთესო. რადგან ხელთან ამხელის პრობატი დიდი რაოდენობის წყლები სამწუხაროდ აღარ გვაქვს, რადგან ძირითადად დამშრალია და აღარ მოგვეპოვება. ეს გამოიწვია მანგანუმის მოპოვებამაც, ტყისა და ტყის მასივების გაჩეხვამ. ეს ძირითადად მოხდა იმ წლებში, როდესაც ჩვენ ვიყავით ბავშვები. აი ამ წლებში დიდი რაოდენობით ტყე იჩეხებოდა იმისათვის, რომ ჩვენი თაობა აღდილიყო და ელემენტარული ლუკმა პური ეჭამა. სამწუხაროდ ესე მოხდა. სადღაც 5 ხე უნდა მოგეჭრა, საკმაოდ დიდი ხე,
რომ ერთი მეშოკი ქფილი გეყიდა. ფიცარი უნდა მოგეყო 12 ღერი ფიცარი. აი ამ ხეებიდან უნდა დაგემუშავებია ხელით. ეს საზიდაო ხერხი იყო და ეს ძალზედ რთული იყო ჩვენი მამაპაპისთვის, მაგრამ ამას აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჩვენ და ჩვენი თაობა აღდილიყო და დაპურებულიყო. მოდი ახლა წავიდეთ ჭიათურაში და ვნახოთ ჩვენი ქალაქის უშვენიერესი ხედები. ჩვენი ძველი კომუნისტური უაზი. ჯერ კიდევ რომ ფუნქციონირებს და ჯერ კიდევ რომ არის ქართველი ადამიანების სამსახურში. აი ეს განვითარებულ ქვეყნებში ეს რომ ამას რომ მიხედებიან, აი ამიტომაა საინტერესო ჩვენი საქართველო. ხوار წამოხვათ. აი ჩვენი ერთი CDP-ის დასახლების ნეტა ის კალბატონიც ხوار მოდის. შორს არის? მოგძანდები. გაიხარეთ რომ გამოვედი ავტობუსმა 1 წამი. კარებს გამომცარი ვიყავი სტადიონის. თუ აღარ დამელოდა. ხშირად არის? ყოველ 1 საათში დადის. 50 თეთრი ხო თანხა? დიახ. სკოლა დაბლა არაც საყოფილა ხო? სათქვემოთ? ხო. ქვემოთ არის. ვართ ქალაქის ძირითად ტერიტორიაზე, რომელიც არის შედარებით კეთილმოწყობილი. აი აქ არ დავიწყება მოყვისა, არასდროს გვიზავს ზიანსა. ხელმარცხნივ არის ჭიათურის მერია, საიდანაც იმართება ეს ქალაქი. წინ ვხედავთ ტრესტის ადმინისტრაციულ შენობას. სამწუხაროდ ეხლა დიდი დატვირთვით აღარ მუშაობს ეს შენობა. გადავიდნენ სანატორიუმის შენობაში. ხდება ნაგვის გატანის პროცესი. სამწუხაროდ ნაგავი ჩვენ ჭიათურაში, კერძოდ საქართველოში ყველგან გატანა არ უნდა, მაგრამ ესეც კარგია, რომ თვითონ ტრასაზე აყრიან სამოხმარებო ნივთების ნარჩენებს. გარეუბნებში ყრიან, ჩვეულებრივ ეს გადაყოფე ხეებს აყრიან, მაგრამ იქ ყრიან, სადაც არ არის სამართალდამცავი. აქ სამართალდამცავის ყოფნა არ ყოფნა არის ძალზედ ცალკე თემა. აქ ადამიანს უნდა გქონდეს ეს შეგნება, რაც აი ამ კონკრეტულ თემას ეხება. არ მოდიხართ.
აი ესა ჩვენ ნაგუთის გაჩერება და წავედით ნაგუთში. გაიხარე დედუაში დენე. შენ გაიხარე შვილი. ჩვენს გეიხარით. ჩემი ზალაკა რაღაც ჩააგდეს მანქანაში. ნაგუთში მიდიხარ. ის სასაფლაოსთან დედა. დაბლა. ხო. უცხიდან მეზობლები მყავს იქან. თქვენი მეზობელი ხوار ვარ მეც. შესაძანა. უცხინარი ვარ. კეთობა რომ უცხიდან ხარში. ბარათაშვილზე. ეს ბარათაშვილი რომელომეში. თაბაგრების სახლში. თაბაგრები? ეს აზასინი. ხო. ასაკი გადმევიდა ჩემბინაში, ხო? რეალიტა და იმბინაში, აი. სახლში. ხო. დამინოდა და უნდა ვიცვალო. ხო, ძალიან სათვალებელია დედიკო. განაცვილი. სიყვარული ჩემო ქალაქო ვერ გამიხულეს ლებმა ჭიათურა ძმობის მალამო ყველა ოცნება ერთად შენგან შორს წასულს მონატრება მკლავს და